ასოცირების შეთანხმება დასაქმებულთა დაცვის მხრივ მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. ამ ცვლილებების ნაწილი უკვე განხორციელდა. მოდით ვნახოთ, სად ვართ დღეს, რა უფლებები გვაქვს დასაქმებულებს საქართველოში დღეს და რა ჯერ კიდევ არ გვაქვს. დავიწყოთ შრომით ურთიერთობებში ადამიანთა დისკრიმინაციის აკრძალვით. აქ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების მოთხოვნებთან. აკრძალულია ადამიანთა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეროვნების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიური, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. ადამიანთა დისკრიმინაცია აკრძალულია არა მარტო სამუშაო ადგილზე, არამედ აგრეთვე სამუშაოზე აყვანისას, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და კანდიდატურის შერჩევისას. საგანგებოდ ხაზგასმულია ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებები და დამსაქმებლების ვალდებულება თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში ქალსა და მამაკაცს თანაბარი შრომის ანაზღაურება გადაუხადოს. თუმცა შრომის ობიექტური შეფასების მეთოდოლოგია ჯერჯერობით არ არსებობს. სამსახურში აკრძალულია ადამიანის შევიწროებაც. მაგალითად დაცინვა, დამცირება, შეურაცხყოფა, დაშინება, გარიყვა, ბულინგი. ცხადი აკრძალულია სექსუალური შევიწროებაც. მაგალითად არასასურველი ფიზიკური შეხება, ან გამომწვევად ყურება, ან სექსუალური შინაარსის შენიშვნა, სტვენა, ან სხვა ჟესტი. განსხვავებით ევროკავშირისგან საქართველოში სამუშაო დღის ან სამუშაო კვირის ხანგრძლივობა სამწუხაროდ შეზღუდული არ არის. სანაცვლოდ დადგენილია, რომ სამუშაო დღეებს ან ცვლებს შორის ადამიანს სულ ცოტა 12 საათიანი დასვენების პერიოდი ჰქონდეს და კვირაში სულ ცოტა 1 სრული დღეღამე დაისვენოს. გარდა ამისა, თუ სამუშაო დღე 6 საათს აღემატება, დასაქმებულს აქვს სულ ცოტა 1 საათიანი შესვენების უფლება და წელიწადში ერთხელ 24 დღიანი ანაზღაურებადი და 2 კვირიანი უხელფასო შვებულების უფლება. ავადმყოფობის ან ავადმყოფის მოვლის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ სახლში და ექიმის ცნობის წარდგენის შემთხვევაში მაინც მივიღოთ სრული ანაზღაურება. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ზედიზედ 40 დღეზე და წელიწადში 120 დღეზე მეტს არ გავაცდენთ. ისევე როგორც ევროკავშირში, საქართველოშიც ქალს ეკუთვნის შვებულება ორსულობის და მშობიარობის გამო. თუმცა მისი ანაზღაურება კერძო და საჯარო სექტორში განსხვავდება. საჯარო მოსამსახურეს ამ დროს ხელფასი უნარჩუნდება სრულად. კერძო სექტორში კი ქალი სახელმწიფოსგან მხოლოდ ერთჯერად ანაზღაურებას 1000 ლარს იღებს. მისი დანარჩენი ხელფასის ანაზღაურება კი საწარმოს ადმინისტრაციის კეთილნებაზეა დამოკიდებული. თუ დეკრეტული შვებულება დედამ სრულად არ გამოიყენა, მისი დარჩენილი ნაწილის გამოყენება მამას შეუძლია. გარდა ამისა, თოთო ბავშვის დედას ან მამას შეუძლია აიღოს 20 თვიანი უხელფასო შვებულება მის მოსავლელად. და 5 წლამდე ბავშვის მომვლელ მშობელს კი დამატებით კიდევ 12 კვირიანი უხელფასო შვებულება, ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. ახლა რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებას. პირველ რიგში ის არ უნდა შეიცავდეს სიურპრიზებს. მანამ სანამ ხელშეკრულებას დადებთ, თქვენ სრული ინფორმაცია უნდა გქონდეთ იმის თაობაზე, თუ ზუსტად რა იქნება თქვენი მოვალეობა, რა პირობებში მოგიწევთ მუშაობა, რა ანაზღაურებას მიიღებთ, რა უფლებები გექნებათ და რა არა, რა ვადით გთავაზობენ დასაქმებას. შრომითი ხელშეკრულება ზეპირადაც შეიძლება დაიდოს. თუმცა სულ ცოტა 1 თვის ვადაში დამსაქმებელმა ამ ხელშეკრულების წერილობითი ფორმაც უნდა მოგაწოდოთ ხელმოსაწერად. თქვენთვის გასაგებ ენაზე ცხადია. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ადამიანის დასაქმება როგორც წესი უვადოთ, ანუ სამუდამოდ უნდა ხდებოდეს. საქართველოში ეს წესი ჯერჯერობით გადმოტანილი არ არის. ჩვენთან შრომითი ხელშეკრულება როგორც წესი 1 წლით იდება. თუმცა თუ კი ადამიანი ერთსა და იმავე საწარმოში გადაბმულად 2 წელიწად ნახევარი მუშაობს, კანონით მისი სამუშაო უკვე უვადოთ, ანუ სამუდამოდ მიიჩნევა და დამსაქმებელი ვალდებულია მასთან 1 წლიანი ხელშეკრულებები ყოველ წელს ავტომატურად გააგრძელოს. თუ კი თქვენ ნახევარ განაკვეთს ექსურთ გადასვლა, ბავშვს გინდათ მეტი დრო დაუთმოთ, მაგალითად, დამსაქმებელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს ეს თქვენი სურვილი. და პირიქით, თუ თქვენ ნახევარ შტატზე მუშაობთ და საწარმოში გამოჩნდა თქვენი კვალიფიკაციის შესაფერისი სრული შტატის ვაკანსია, დირექცია ვალდებულია პირველ რიგში თქვენ შემოგთავაზოთ. რაც შეეხება სამუშაო პირობებს. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემო. თუ გარემო საშიშია, დასაქმებულს უფლება აქვს არ შეასრულოს ასეთი სამუშაო. თუ კი სამუშაო შესრულებასთან დაკავშირებით დასაქმებულს გაუარესდება ჯანმრთელობა, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები. თუ თქვენ უკმაყოფილო ხართ შრომის პირობებით და მეწარმე კი არ გისმენთ, ერთ-ერთი კანონიერი გზაა გაფიცვა. თუმცა განსხვავებით ევროკავშირისგან საქართველოს კანონმდებლობა ბევრი დარგის მუშაკებს უკრძალავს გაფიცვას. მაგალითად, ტრანსპორტის მუშაკებს, დასუფთავების სამსახურში დასაქმებულებს, საჯარო მოხელეებს, სამედიცინო მუშაკებს.
საკუთარი ინტერესების დაცვის კიდევ ერთი გზაა პროფკავშირის შექმნა. პროფკავშირს უფლება აქვს საწარმოოს მოლაპარაკებები მეწარმესთან მისი წევრების დასაქმების პირობების გასაუმჯობესებლად. და მეწარმე ვალდებულია ჩაერთოს ამ მოლაპარაკებებში. მეწარმეზე ზეწოლისთვის პროფკავშირმა შეიძლება გამოიყენოს მედიაციაც და გაფიცვაც. ხოდა რა პირობებსაც პროფკავშირი შეათანხმებს მეწარმესთან, იმ პირობების გაუარესების უფლება დასაქმებულთან კერძო ხელშეკრულებებით მეწარმეს აღარ ექნება. რაც შეეხება გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო აუცილებელია შტატების შემცირება საწარმოში. ანუ ვინმე უნდა გაუშვან აუცილებლად. ან შესაძლოა თქვენი კვალიფიკაცია ან პროფესიული უნარჩვევები აღარ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. ან ზედიზედ 40 დღეზე მეტი გააცდინეთ ავადმყოფობის გამო. ასეთ შემთხვევებში ცხადია დამსაქმებელს შეუძლია გაგიშვათ სამსახურიდან. თუმცა ის ვალდებულია ერთი თვით ადრე გაგაფრთხილოთ ამის თაობაზე. და კიდევ ერთი თვის კომპენსაციაც გადაგიხადოთ. ის რომ დირექტორს თქვენ არ მოსწონხართ და უბრალოდ გადაწყვიტა თქვენს ნაცვლად თავისი ნათესავი დაასაქმოს, ან მაგალითად ის რომ საწარმოს ახალი მეპატრონი ჰყავს, თქვენი განთავისუფლების მიზეზი ვერ იქნება. თუ მეწარმე თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნას გეგმავს, მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრია. მან წინასწარ უნდა აცნობოს დასაქმებულებს თუ როდის იგეგმება ეს დათხოვნა და რა არის ამის მიზეზი. რამდენ ადამიანს დაითხოვენ, როგორ შეარჩევენ, რა კომპენსაციას გადაუხდიან. დამსაქმებელმა უნდა მოაწყოს კონსულტაციები თანამშრომლებთან იმის თაობაზე, თუ როგორ შემცირდეს განთავისუფლებულ ადამიანთა რაოდენობა და როგორ შემსუბუქდეს მათი მდგომარეობა. განთავისუფლებულ თანამშრომელს შეუძლია მოითხოვოს მისი განთავისუფლების წერილობითი დასაბუთება. თუ ეს დასაბუთება უსაფუძვლოა, განთავისუფლებულ ადამიანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს სამსახურში აღდგენა და იძულებითი მოცდენის ანაზღაურება, ან მოითხოვოს კომპენსაცია. საქართველოს საერთო სასამართლოები საკმაოდ გაგებით ეკიდებიან ასეთ სარჩელებს და ბევრ მათგანს აკმაყოფილებენ კიდეც. და კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ასოცირების შეთანხმებას უნდა ვუმადლოდეთ. 2021 წლიდან საქართველოში შრომის უსაფრთხო პირობების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას საგანგებო ადმინისტრაციული ორგანო, შრომის ინსპექტორი აკონტროლებს. ინსპექტორს შეუძლია გაუფრთხილებლად შევიდეს ნებისმიერ საწარმოში და შეამოწმოს რამდენად დაცულია კანონის მოთხოვნები. თუ ფიქრობთ, რომ საწარმოში თქვენი უფლებები ირღვევა, მიმართეთ ინსპექტორს. გახსოვდეთ, ჩვენი უფლებები იმდენად იქნება დაცული, რამდენადაც ჩვენ მოითხოვთ მათ დაცვას. იყავით აქტიური და იდექით საკუთარი უფლებების სადარაჯოზე.